მეც მინდა გამოვეხმაურო ამ ჯერ კიდევ ცხელ თემას, რადგან სხვადასხვა ადამიანებთან შეხვედრაში ეკლესიაში სხვადასხვა აზრი, სხვადასხვა მდგომარეობა მოვისმინე და მე უბრალოდ მინდა ჩემი აზრი, ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ აი ამ არჩევნებთან დაკავშირებით როგორი არის და ვფიქრობ, რომ ასე უნდა გვესმოდეს, ასე უნდა ვაზრუნებდეთ და ასეთ პოზიციაზე უნდა ვიდგეთ, როგორც მორწმუნეები. რა მიზეზების გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც მოხდა არჩევნებში, როგორც მოხდა, ეს არის ღმერთის ნება. რა მიზეზების გამო შეიძლება ვთქვათ? პირველი, იმიტომ არის ღმერთის ნება, რომ ასე ამბობს ღმერთის სიტყვა. ღმერთის სიტყვა ამბობს, რომ ღმერთს მოყავს ხელისუფალნი, ღმერთს მიყავს ხელისუფალნი. მის ხელშია უმთავრესი ხელისუფლება და ის ადგენს ხელისუფალთ. მათ შორის ის ადგენს ხელისუფალთ, რომლებიც შემდგომ სწორად იქცევიან და იმათაც ის აყენებს, ვინც სწორად არ იქცევიან. შეიძლება ჩვენ ბოლომდე არ გვესმოდეს ეს, რატომ არის ეს, მაგრამ ღმერთის სიტყვა ასე ლაპარაკობს, რომ ის აყენებს ხელისუფალთ, მათაც ვინც სწორად იქცევა, მათაც ვინც სწორად არ იქცევა. წაიკითხეთ მეფეების წიგნები და თქვენ ამ ჭეშმარიტებას წიგნიდან აღმოაჩენთ. რატომ? იმიტომ რომ ასე არის მისი ნება. მაგალითისთვის ავიღოთ ნაფოგოდონოსორი. მასზე წერია, რომ ღმერთმა დააყენა ის. შემდგომ წერია, რომ 7 წლით ღმერთმა გათიშა ის. და შემდგომ კიდევ ხედავთ, რომ ისევ ღმერთმა დააბრუნა ის. ღმერთი არ თათბირობს და არ უთანხმდება არავის რჩევაში. ის როგორც თვლის საჭიროდ, ისი აკეთებს და შესაბამისად წარვართავს ადამიანთა გულებს. მე მესმის, რომ ეკლესიაში შეიძლება სხვადასხვანაირად ყოფილიყო ადამიანი, ერთმა ერთ მხარეს მისცა, მეორე მხარეს მისცა. ეკლესია არ ქადაგებს და არ ლაპარაკობს და კათედრას არ იყენებს იმისათვის, თუ აშკარა რაღაცა გამოხატულება არ არის, ადამიანებმა ხმა ვისმისცენ, ეს არჩევანი არის. ეს ჩვენი სამოქალაქო მოვალეობა არის, მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობა, სწორე. რეალურად ჩვენი ხმაც, ჩვენი გულიც და ჩვენი ცხოვრებაც ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ეკუთვნის. ხოლო არჩევნებში სამოქალაქო მოვალეობას ჩვენ ვასრულებთ იმ ჩვენი შეხედულების და მიხედვით, როგორ ჩვენ გვესმის, ვინ წარმართავს უკეთ ქვეყნის ცხოვრებას და ამაში ადამიანები შეიძლება ვწდებოდეთ. მეორე მიზეზი, რატომაც უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის ღმერთის ნება. მეორე და ალბათ მნიშვნელოვანი მიზეზი. ჩვენ ლოცულობდით მშვიდობისთვის, რომ მშვიდობა ყოფილიყო. მე მახსოვს არჩევნები ჯერ კიდევ კომუნისტური წყობიდან. პრინციპში მაშინ არჩევნები არ იყო. მაშინ დაღენებული პიროვნებები იყვნენ, ვითომ არჩევანი ერქვა, მაგრამ რეალურად ყველა მიცოდა ვისთვის უნდა მიეცა ხმა. არჩევანი არ იყო. მაგრამ 90-იანი წლებიდან, ცოტა წინა წლებში ეროვნული მოძრაობა რომ წამოვიდა, პირველი საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტიდან, თქვა ზვიად გამსახურდიიდან, შემდგომ კი არჩევნები იყო, მაგრამ ყველა ეკლესია კომუნისტური რეჟიმის დროს არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობდა. თუნდაც იმ მცირე მიზეზის გამო, ყველაზე ცოტა იმ მიზეზის გამო, რომ კომუნისტურ რეჟიმს ჰქონდა იდეოლოგია ათეიზმის. ანუ ღმერთი არ სწამდათ. და შესაბამისად ეკლესია მონაწილეობას არ ღებულობდა. მაგრამ შემდგომ, როდესაც უკვე დამოუკიდებელი საქართველოს, ასე თქვათ, არჩევნები დაიწყო და უკვე არჩევნები იყო და შეგეძლო მიგეცა ხმა, მე მახსოვს ყველა ეს არჩევნები და მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა,
როდესაც არჩევნების შედეგ შვიდობა იყო. მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ რაღაცა უბედურება და რაღაცა საშინელებები არ მომხდარიყო და არ ყოფილიყო და მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ არსებულ ხელისუფლებას თანხმობა განეცხადებინა სხვა ხელისუფლება მოსულიყო. მე არ მახსოვს არც ერთი ამისანა შემთხვევა. ანუ ყველა ამისთან არჩევნები ომით, ბრძოლით, სისხლისღვრით, დაპირისპირებით და დიდი საშინელებით ხასიათდებოდა. განსხვავებით იმ მდგომარეობისა, რომელიც დღეს არის და მე მინდა პატარა განსხვავება მინდა მე აღწერო. როდესაც ქვეყანაში დაპირისპირება, ომი, სისხლისღვრა და ასეთი რაღაცეები ხდება და ალბათ გარდაუვალიც იქნებოდა ამ შემთხვევაშიც, რომ თანხმობა არ ყოფილიყო მართველი პარტიის მიერ ძალაუფლების გადაცემისა, ესეც გარდაუვალი იქნებოდა ალბათ. ამას ახასიათებს ყოველთვის უბედურება და საშინელება. არა მარტო ადამიანური მსხვერპლი, სისხლისღვრა, ამას ახასიათებს ქვეყნის გაუბედურება, გაღატაკება, სიღარიბე, საშინელება. ომს სიღარიბე მოყვება გარდა სიკვდილიანობისა. მაგრამ შვიდობას წარმატება მოყვება. შვიდობას განვითარება მოყვება. შვიდობას წინსვლა მოყვება და მე მოგვიანებით ჩემ სიტყვაში როცა ვილაპარაკებ, ერთ-ერთ საკითხს ამას შევეხები. მეორე მიზეზი იმისა, რომ უნდა ჩავთვალოთ, ეს არის ღმერთის ნება. შვიდობა ყოველთვის არის ღმერთის ნება და ბრძოლა და სისხლისღვრა არასდროს არ არის ღმერთის ნება. და მესამე მიზეზი, რის გამოთაც უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის ღმერთის ნება. ეკლესია ლოცულობდა და მარხულობდა. და ეკლესია არ ლოცულობდა, თუ ვინმე ცალკეული პიროვნება ლოცულობდა, ასე არ ვიცი, ეს შეიძლება ვინმეს, მაგრამ ეკლესია ასე ლოცულობდა. ღმერთო, იყოს ნება შენი. ღმერთო, მოვიდეს ნება შენი. ღმერთო, შენი ნება რაც არის და როგორც არის, ისე იყოს და უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის ლოცვის პასუხი. მიუხედავად იმისა, შენ კონკრეტულად ვის მიეცი ხმა, მიუხედავად იმისა, კონკრეტულად მე ვის მივეცი ხმა, მიუხედავად ამისა, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის ღმერთის ნება, იმიტომ რომ ეს არის ლოცვაზე პასუხი. ლოცვაზე და მარხვაზე პასუხი არის არა მხოლოდ იმით, რომ შვიდობა არის. ლოცვაზე და მარხვაზე პასუხი არის იმითაც, რომ ღმერთმა ასე ჩათვალა, რომ ასე ყოფილიყო და ეს არის ღმერთის ნება. ჩვენ ისევე გავაგზავნებთ ახალი ხელისუფლებისთვის ლოცვას, როგორც ლოცულობდით ძველი ხელისუფლებისთვის, როგორც ლოცულობდით წინა ხელისუფლებისთვის, ჩვენ კომუნისტური პერიოდის დროსაც კი ლოცულობდით იმ ხელისუფლებისთვის, თუმცა მათ ხმას არ ვაძლევდით, მაგრამ ვლოცულობდით და ჩვენ ყოველთვის ვილოცებთ იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც იქნება, იმიტომ რომ ამას ლაპარაკობს ღმერთის სიტყვა და ჩვენ ვლოცულობთ ერთი დამოკიდებულებით და ერთი იმედით და მე მინდა უბრალოდ ყველას გაგიმჟღავნოთ აი ამ ჩემი ბოლო დროინდელი ასე თქვათ ფიქრები ღმერთის სიტყვიდან, აი ამ ლოცვებიდან ერთი მუხლი, რომელიც ჩემს გულში აი ამ ლოცვების დროს აკვიატებული იყო და ეს წყემსმოულებმაც ახსენა წინამსახურებაზე ეს მუხლი და ჩვენ ალბათ წინამსახურებიდან გვახსოვს გადაგება რაზე იყო, რა არის ბიბლიური იმედი. ბიბლიური იმედი არის ღმერთზე დაიმედება. ხომ? და ერთი მუხლი რის გარშემოც მინდა მე დღეს ვისაუბრო, თუმცა დღეს ზიარებაც გვაქვს. ეს არის იერემიას 29 თავიდან. იერემია წინა 13 ღვერის 29 თავიდან. ძირითადად მე-11 მუხლი, თუმცა მე წავიკითხავ მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებს. იერემიას 29-ის 11-13 მუხლები. რადგან მე ვიცი ის რახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე. სიტყვა უფლისა. ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი. და მომიხმობთ მე და წახვალთ და შემევედრებით და მე მოგისმენთ თქვენ. მეძიეთ მე და მიპოვნით, როდესაც მეძიებთ მთელი თქვენი გულით. ჰალელუია. ჩემი ლოცვა იყო ასეთი.
და ჩვენი ლოცვა უნდა იყოს ასეთი. უფალო, შენი სიტყვის თანახმად, შენი აღთქმის თანახმად, რაც ამ მუხში არის გამოხატული, მე ვიცი ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე, ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ მომავალი და იმედი. ჩვენი ლოცვა უნდა იყოს ასეთი, ღმერთო, მადლობა შენი ზრახვებისთვის, ჩემი ერისთვის, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ქალაქისთვის. მიუხედავად იმისა, ვის რა როგორ ესმის, შეიძლება ვინმეს მოეწონა შედეგები, ვინმეს არ მოეწონა, შეიძლება ვინმეს იმედიც გაუცროვდა, იმიტომ რომ სხვა მოლოდინში იყო და ასე შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, შეიძლება ჩვენ არ შეიძლება რომ ეჭვი შევიტანოთ ღმერთის ზრახვებში ჩვენს მიმართ. არ შეიძლება მის ზრახვებში ეჭვის შეტანა. რამე თუ ღმერთის ზრახვები ყოველთვის კარგია, ყოველთვის კეთილია და ყოველთვის სიყვარულით არის სავსე ადამიანის მიმართ. ღმერთი არ იზრახავს თავისი შვილების მიმართ, ღმერთი არ იზრახავს თავისი ერის მიმართ ცუდს და ბოროტს. განა შეიძლება მშობელმა განიზრახოს თავისი შვილის მიმართ ბოროტი და თქვას რომ მე ჩემი შვილისთვის ეხლა უკვე ბოროტი მინდა. ადრე ცუდი არ მინდოდა, ადრე კარგი მინდოდა, მაგრამ ეხლა გადავიფიქრე და ეხლა ცუდი მინდა. არ შეიძლება დაეჭვება ღმერთის ზრახვებში ჩვენს მიმართ, იმიტომ რომ ღმერთი არა მხოლოდ ღმერთი არის, ის მამა არის ჩვენი ზეციერი და მშობელი, ეგრეთ წოდებული მშობელი ღმერთთან შედარებით ალბათ ნებისმიერი ადამიანი ბოროტი არის მის სიკეთესთან და მის სიყვარულთან შედარებით და თუ ეგრეთ წოდებული ბოროტი ადამიანი თავისი შვილისთვის კეთილს იზრახვის, განა ღმერთი განიზრახავს ოდესმე თავისი შვილების მიმართ ბოროტს და ცუდს. არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ შეიძლება ეჭვი გვეპარებოდეს მიუხედავად ჩვენი შეხედულებებისა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველაფერი კარგი არ იყოს და ყველაფერი კარგად არ ხდებოდეს, არ შეიძლება ეჭვი გვეპარებოდეს ჩვენი ღმერთის, ჩვენი ზეციერი მამის მიმართ, იმიტომ რომ მისი ზრახვანი არის რაზე? მისი მზრახვანი არის მშვიდობაზე. მისი ზრახვანი არის კარგი. მის მზრახვებში, რომელიც მშვიდობაზე არის მომავალი და არის იმედი. წეღანას თქვი და კიდევ მინდა ვახსენო. როცა მშვიდობა არის მომავალი და არის იმედი. თუ მშვიდობა არ არის და ომი არის, ძალიან რთული ვითარება ვარდება ხოლმე ქვეყანაში. მშვიდობას მოაქვს მომავალი და მშვიდობას მოაქვს იმედი. მშვიდობას მოაქვს განვითარება და მშვიდობას მოაქვს წინსვლა. ჩვენ ქრისტიანები ვართ, მორწმუნეები ვართ. დღეს არაერთი აზრი გაჟღერდა აქ, რომ ღმერთის იმედზე უნდა ვიყოთ და არა ადამიანზე დავდოთ ჩვენი იმედი. ჩვენ არასდროს არ ქონდა ადამიანის იმედი და ეს ქადაგებაში არაერთხელ გამოსულა. ჩვენ გვაქვს ღმერთის იმედი, ქონდა გუშინ, გვაქვს დღესაც და გვექნება ხვალაც. ჩვენ არ გვაქვს ჩვენ არ ვფიქრობ და არ ვაზროვნებთ ასე, რომ თქვათ იგივე ის რიგი სასიკეთო ცვლები, რაც ქვეყანაში მოხდა, ეს ადამიანმა გააკეთა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ღმერთმა გააკეთა ადამიანების მეშვეობით. და ჩვენ არ ვიქნებით უმადური იმის გამო, რაც ძველი ხელისუფლების დროს გაკეთდა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვას და იმედი გვექნება, რაც ძველმა ხელისუფლებამ ვერ ან არ გააკეთა, ეს ახალი ხელისუფლების პირობებში გაკეთდება და რეალურად ჩვენ ადამიანის იმედი კი არა გვაქვს. რეალურად ჩვენ პარტიის იმედი კი არა გვაქვს. რეალურად ჩვენ ის კი არ გვჯერა, რომ იგივე ეს რევოლუცია იყო თუ წინაპირობები იყო, ეს ადამიანებმა გააკეთეს. რეალურად ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთს აქვს თავისი კეთილი და კარგი ზრახვები ჩვენს ერზე, ჩვენს ქვეყანაზე. ეს ღმერთს მივყავართ წინსვლისკენ და განვითარებისკენ. ეს მას მივყავართ გამოსწორებისკენ და უკეთესობისკენ. ეს მას მივყავართ თავისი კეთილი ხელით. რატომ? იმიტომ რომ იერემიას
29:11 თანახმად მისი ზრახვები არის მშვიდობაზე და რისთვის არის მისი ზრახვები მშვიდობაზე? იმიტომ რომ გქონდეს მომავალი და გქონდეს იმედი. მას უნდა რომ მომავალი გქონდეს, მას უნდა რომ იმედი გქონდეს. ამიტომ ყველა სასიკეთო ცვლილებას ის ამზადებს, ის ახდენს ერში და ქვეყანაში. ეს საქმე თუ რამ კარგი გაკეთდა, მისი ინიციატივით არის, მისი დაწყებული არის, მისი ზრახვიდან მომდინარეობს და კვლავის გააგრძელებს, რადგან მას კარგი ზრახვები აქვს ჩვენზე, მას კარგი ზრახვები აქვს ეკლესიაზე, მას კარგი ზრახვები აქვს თავის შვილებზე. არ შეიძლება მას ბოროტი და ცუდი ზრახვები ქონდეს შენზე და ჩემზე, იმიტომ რომ ჩვენ მისი შვილები ვართ ქრისტე იესოში, მის სისხლში გამართლებულები. ჰალელუია, დიდება იესოს ამისთვის. მე მინდა დღეს აი ეს საკითხი თუ უფალი რასაკეთებს და საიდან მივყავართ. ერთი მეფის, ისრაელის მეფის მაგალითზე მინდა განვიხილო მისი მეფობის დროს რა მოხდა, რა ხდებოდა, რა გაკეთდა. და კოლექტიურად როდესაც მე ამ მეფეზე ვილაპარაკებ, კოლექტიურად ეს მეფე როგორიც იყო, რასაც მასზე მისი სიტყვა ახასიათებს, კოლექტიურად მე ეკლესიას დაველაპარაკები. კოლექტიურად მე ამ მეფის ცხოვრებით, მისი საქმეებით თუ მისი ქცევით მე ეკლესიას თითოეულ ჩვენთანაც დაველაპარაკები. ეს ის არის, რაზეც აი ამ წინა დღეებში უფალი მაფიქრებდა, მახედებდა და მოდიოდა ეს აზრები და ეს საკითხები. ეს მეფე არის ქართულ თარგმანში ესე არის იეხიზკიაჰუ. რუსულად ეზეკია წერია, ძალიან მარტივად, მაგრამ ქართულად ესე არის იეხიზკიაჰუ და ეს ისტორიები, რასაც მე გთხოვდით რომ აუცილებლად სახში წაგეკითხათ, ვისაც ბიბლია გააქვთ. ეს ისტორიები, საიდანაც მე უნდა ამოვიღო მუხლები და სადაც უნდა დაგელაპარაკოთ, იეხიზკიაჰუზე არის აღწერილი მეორე ნეშთას 29, 30 და 31 თავებში. მეორე ნეშთას 29, 30 და 31 თავებში. და 29 მუხში ასეთი რამ იწყება და ასე იწყება 29 მუხში ასეთი რამ წერია იეხიზკიაჰუზე. მოდით ხიზკია ვთქვათ და მეც ახალში ხიზკია არის, ხო? კი ბატონო, მოდით ხიზკია იყოს. 29 თავში მეორე მუხში წერია, როცა ხიზკია გამეფდა, მეორე მუხში წერია, სწორს აკეთებდა უფლის თვალში. როგორც დავითი, მამამისი აკეთებდა. ხიზკიას წერია, რომ ის სწორს აკეთებდა უფლის თვალში. მეფე კაცი იყო და სწორს აკეთებდა უფლის თვალში. და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ დიდი მოწონებით და სიმპათიით და პატივისცემით წერია, რომ ის სწორს აკეთებდა. ღმერთს მოსწონს, როდესაც სწორს ვაკეთებთ. როცა სწორად ვიქცევით. როცა სწორად მოქმედებთ. შემდგომ აქ მე არ წავიკითხავ, რა თქმა უნდა, მთელ თავს, მაგრამ აქ აღწერილი არის ეს სწორის კეთება მან როგორ დაიწყო განხორციელება და რას აკეთებდა სწორს. და აქ აღწერილი არის მთელი ერის მასშტაბით მან როგორ დაიწყო ჩავარდნილი მსახურებების აღდგენა. როგორ დაიწყო ისრაელის ღმერთის მიგდებული, მიტოვებული მსახურებების განახლება, წამოწევა, აღდგენა. სხვადასხვა ისრაელის შტოებიდან, სხვადასხვა ტომებიდან, სხვადასხვა ადამიანები როგორ იქნა წამოწეული, როგორ განახლდა მიტოვებული მადლიერების მსხვერპლები, როგორ განახლდა მსხვერპლების მიტანა და ასე შემდეგ, როგორ განახლდა ის მიტოვებული და ის მიგდებული მსახურებები და ყველაფერი ეს გააკეთა მან და 29 მუხლი, 29 თავის ბოლო მუხლი თავდება ასეთი სიტყვებით. 26 მუხლი. და გაიხარა იეხიზკიაჰუმ და მთელმა ერმა იმის გამო, რაც ერს მოუმზადა უფალმა, რადგან მოულოდნელად მოხდა ეს ამბავი.
ჩვენ კიდევ წავიკითხავთ 30-ე თავიდან და 31-ე თავებიდან მუხლებს და კიდევ დავინახავთ იქ კონკრეტულად და რისი თქმაც მინდა კიდე ალბათ უფრო უკეთესად გამოიკვეთება, მაგრამ ამ მუხში ჩანს ერთი რამ. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს მოსწონს და ღმერთი აქცევს ყურადღებას თქვათ და მოსწონს როგორ იქცეოდა ის და კიდევ მომავალშიც დავინახავთ მის ქცევაში რა მოსწონდა და რა არის დაკონკრეტებული და გამოყოფილი და დავინახავთ როგორი დიდი ცვლილებები მოხდა ერის მასშტაბით და ღმერთის თანდასწრების გამო რომ შესაძლებს ღმერთი ღებულობდა ხალხი როგორი გახარებული იყო და როგორ ადიდებდა ღმერთს აქ ამ მუხში რომელიც ახლა მე წავიკითხე ასეთი რამ წერია რომ ყველაფერი ეს ღმერთმა მოუმზადა თავის ერს ძვირფასნო მიუხედავად იმისა რომ სწორად ვიქცევით და სწორად უნდა ვიქცევოდეთ ჩვენი სწორი ქცევა მაინც არ განსაზღვრავს იმას ღმერთს რისი გაკეთება უნდა ჩვენ სწორად რომ ვიქცევით ღმერთს იმიტომ კი არ მოაქვს გამოღვიძება და გადარჩენილი ხალხი ჩვენ სწორად იმიტომ ვიქცევით რომ ღმერთს რაღაცა გასაკეთებელი აქვს რაღაცა მოსახდენი აქვს გასაკეთებელი და ღმერთი აღძრავს და ღმერთი გვაძლევს იმის თანაგულებს რომ ჩვენ სათნოდ და მოსაწონად ვიქცეოდეთ მისთვის ჩვენ სწორ ქცევაზე რომ იყოს გამოღვიძება დამოკიდებული ხომ მაშინ ჩვენი ქცევის გამო მოხდებოდა გამოღვიძება მე იმისი თქმა არ მინდა რომ გამოღვიძება ადამიანების ეკლესიის გარეშე მოხდება არა აქ რა თქმა უნდა თანამშრომლობა არის ღმერთისა და ადამიანებისა რა თქმა უნდა ეკლესია სწორად უნდა იქცევოდეს რა თქმა უნდა ეკლესია სიწმინდეში უნდა ცხოვრობდეს რა თქმა უნდა ეკლესია ღმერთს უნდა ემორჩილებოდეს რა თქმა უნდა ეკლესია ღმერთს უნდა მადლობდეს დღეს ამაზე ბევრი ითქვა რა თქმა უნდა ეკლესია ღმერთს უნდა ადიდებდეს მის მცნებაში უნდა რჩებოდეს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს მაგრამ ეს მაინც ვერ მოიტანს გამოღვიძებას და დიათხსნას მასებში თუ ღმერთს რამე მომზადებული არ აქვს თუ ღმერთს თავისი კარგი ზრახვები არ აქვს თავისი ერის მიმართ თუ ღმერთს დაგეგმილი არ აქვს თუ ღმერთი ყველაფერი ამისი ავტორი არ არის ის არის ყველაფერი ამის ინიციატორი გაიხარა ხისკიაჰუმ და მთელმა ისრაელის ერმა იმის გამო რაც ღმერთმა მოუმზადა თავის ერს ჰალელუია დიდება იესოს სწორედ აქედან მომდინარეობს ზირფასნო ის რომ შენ და მე ვცდილობთ რომ ღმერთი ვადიდოთ შენ და მე ვცდილობთ რომ ცნებაში დავრჩეთ აქედან მომდინარეობს ღმერთს კარგი ზრახვები აქვს ღმერთს კარგი სურვილები აქვს ღმერთი კიდე უკეთესი მოაქვს და უკეთეს ამზადებს ამისათვის ღმერთი ჩვენში წარმოქმნის მოშიშობას წარმოქმნის მოწიწებას წარმოქმნის მის სიყვარულს და შესაბამისად იმისა რომ ღმერთს თავისი კარგი განზრახვები აქვს ჩვენი ერის მიმართ ჩვენი ქალაქის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ ის მუშაობს, შრომობს, ადგენს ხელისუფლებებს, გადააყენებს, ახალი მოაქვს, სხვა მოაქვს, ანვითარებს ეკლესიას, მსახურებისკენ გვიწოდებს, გვაძლევს მონდომებას, გვაძლევს ენთუზიაზმს, გვანათლავს სულიწმინდის, გვანიჭებს ძალას, სულისას, რათა ვემსახუროთ უფალს და ჩვენ აი ამ უფლის მსახურებაში არ ვიყოთ გულგრილები, არამედ უფლის მსახურებაში ყველანი მონდომებულები ვიყოთ და ჩვენზე დაკისრებული ჩვენზე მონდომილი საქმიანობა მთელი გულით, მთელი ჩვენი არსებით, როგორც უფლისთვის ვაკეთოთ. დიდება უფალი იესო ქრისტეს. კიდევ ერთი ადგილი რომელიც მე მინდა წაგიკითხოთ, ასევე ოღონდ შემთხვევაში 30-ე თავიდან. 30-ე თავის 26-27 მუხლები. ისეთი დიდი სიხარულის უფევდა იერუსალიმში, რომლის მსგავსი სოლომონის, დავითის ძის, ისრაელის მეფის დღეების მერი არ ყოფილა იერუსალიმში. და წამოდგნენ მღვდლები, ლევიანები და აკურთხეს ერი, მოსმენილ იქნა მათი ხმა და აღევლინა მთელი ლოცვა მისი წმიდა სამყოლოფლამდე ცაში. და კიდევ ერთი მუხლი რომელიც მე მინდა წაგიკითხოთ ისევ ამ წიგნიდან ეს უკვე 31 თავი არის და ეს არის მნიშვნელოვანი მუხლი სადაც კიდევ რაღაცეების გამოყოფა მინდა ეს არის 31 თავის ბოლო ორი მუხლი მე-20 და 21 მუხლები ასე გააკეთა ხისკია მოდი ისევე ასე გააკეთა ხისკია მთელ იუდეაში და იგი სიკეთით სისწორით და პატიოსნებით გააკეთა უფლის თავისი ღმერთის წინაშე
ყველა საქმეში, რასაც კი წამოიწყებდა, ღვთის სახლის სამსახურში, რჯულში თუ მცნებაში, ყველგან თავის ღმერთს ეძებდა, მთელი გულით მოქმედებდა და იმარჯვებდა. მოდით კიდევ ერთხელ წავეკითხოთ. ასე გააკეთა ხიზკიამ მთელი იუდეაში და იგი სიკეთით, სისწორით და პატიოსნებით გააკეთა უფლის თავისი ღმერთის წინაშე. ყველა საქმეში, რასაც ის წამოიწყებდა, ღვთის სახლის სამსახურში, რჯულში და მცნებაში, ყველგან თავის ღმერთს ეძებდა, მთელი გულით მოქმედებდა და იმარჯვებდა. რუსულ თარგმანში ვნახე და ეს ადგილი ეზეკია როგორ იქცეოდა, ქართულში როგორც წერია, სიკეთით, სისწორით და პატიოსნებით, დაახლოებით მსგავსად არის. კეთილი რუსულში კეთილი, სწორი და ჭეშმარიტი. ასევე ინგლისურშიც რამდენადაც ვარჩევ, იქაც დაახლოებით ეს არის, ზოგან ერთგული წერია, მაგრამ აზრი დაახლოებით ერთი და იგივე არის. კერძოდ კეთილად იქცეოდა, კარგს აკეთებდა. ეკლესიას შეშვენის და შეფერის, რომ კეთილის სახელი კონდეს. მომისმინეთ? სიმართლე ხშირად სადავოა, მაგრამ სიკეთე ყოველთვის უდავოა. სიკეთე განსასჯელი არ ხდება, როცა სიკეთეს აკეთებ. თუმცა ბოროტი ადამიანებს ყველა შეუძლია მაინც რაღაცა თქვას, მაგრამ სიმართლეს ყოველთვის სხვადასხვა მხარე აქვს. ერთისთვის ერთია სიმართლე, მეორისთვის მეორე შეიძლება იყოს სიმართლე. მე იმის თქმა არ მინდა, რომ ჩვენ ქრისტეს სიმართლეში არ უნდა ვიაროთ, მე სწორედ ამის თქმა მინდა, რომ ჩვენ ქრისტეს სიმართლეში უნდა ვიაროთ და საკუთარი სიმართლე, რასაც განსაკუთრებით გულს, წეღან ბევრი იყო ლაპარაკი, გულში მადლიერებას, სიკეთის კეთების სურვილს, ქებადიდებას და სიყვარულს მოყვასისას გვინელებს და გვართმევს, ამისთანაც სიმართლე ცოტა გვერდზე უნდა გადავწიოთ. ხიზკია ცნობილი იყო და ასე ცხოვრობდა, ის სიკეთეს აკეთებდა, ის კეთილს აკეთებდა. კეთილი უდავოა, კეთილი ჩანს, სიკეთე დაფასდება, სიკეთე მოიწევს თავისას. მეორე რასაც ხიზკიაზე წერია, რას აკეთებდა, ის სწორს აკეთებდა. ის სწორს აკეთებდა. ის მართებულად იქცეოდა. სწორ ქცევას და მართებულ ქცევას და შესაბამისად ფრთხილად სისწორის კეთებას და მართებულის კეთებას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა რაღაცას არასწორს ვაკეთებთ, შეიძლება ითქვას, რომ ბოროტის ენას და ბოროტის შემოჭრას უხსნით გზას და ვაძლევთ ადგილს. მაგრამ როდესაც სწორად ვიქცევით, როცა სწორად ვლაპარაკობთ, როცა სწორად ვმოქმედებთ, შესაბამისად სისწორის წინაშე, სიმართლის წინაშე ძალიან ძნელი არის წამოსვლა, ეს სიმართლე არის. რეალურად თვითონ სიმართლე არის ჭეშმარიტება. სიმართლეა ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, მე მომისმენია ბევრი ფრაზა, ადამიანები იტყვიან, რომ სიმართლეს ადამიანებს ზოგს ტყუილი ურჩევნია. რა თქმა უნდა, არიან ამისთან ადამიანები, რომლებსაც სიმართლე შეიძლება ტყუილი ერჩივნოს, მაგრამ ეკლესია და თითოეული ჩვენთაგანი მოწოდებულები ვართ, სწორად მოვიქცეთ. სიმართლეში ვიაროთ. რამით როცა სწორად ვიქცევით, მართებულად ვიქცევით, შესაბამისად ეს გზას უკეტავს, გზას არ აძლევს ბოროტს. სხვა შემთხვევაში პატარა უსწორმასწორობა, პატარა სიმცდარე, პატარა არასწორი და არასწორმა შეიძლება ნიაღვარი ბოროტის ძალისა წამოიღოს და წამოვიდეს მართლის წინააღმდეგ. ჩვენ მოწოდებულები ვართ, როგორც ეკლესია, რომ სწორად ვიქცევოდეთ და მესამე ზოგან წერია ერთგულად, ზოგან წერია ჭეშმარიტად. ის ასე იქცეოდა. თუმცა აქ სიტყვა პატიოსანიც არის ნახმარი, მაგრამ მოდით პირობიდან დავიღოთ ჭეშმარიტად. რა ვიცი, გნებავთ ერთგულად. მაგრამ ყველაზე მთავარი დაღსანიშნავი აქ რაც არის, ის ასე იქცეოდა ღმერთის წინაშე. დაწეღან გურამის ნათქვამშიც იყო მსგავსი აზრი გადარებული. რასაც ვაკეთებთ, უნდა ვაკეთოთ ღმერთის წინაშე. განა ვინმე შეუცდომელი ვართ.
განა ხიზკია შეუცდომელი იყო, განა დავითი მამამისი, დიდი მამა შეუცდომელი იყო, თუმცა წერია რომ ისინი სწორს აკეთებდნენ, მათ შეცდომების დაუშვიათ, მაგრამ იმის გამო რომ ისინი ცდილობდნენ რომ კეთილი, სწორი და ჭეშმარიტი გაეკეთებინათ ღმერთის წინაშე, ჭეშმარიტად შეცდომებს ღმერთი პატიობდა, შეცდომებს ღმერთი შლიდა, მაგრამ რაც მთავარია, ისინი სწავლობდნენ და მათი გული სწავლობდა ღმერთის წინაშე როგორ ეცხოვრათ, ღმერთის წინაშე როგორ ემოქმედათ, ღმერთის წინაშე როგორ გაემარჯვებინათ, რის ძალით გაემარჯვებინათ, იმის ძალით რომ ისინი კეთილს აკეთებდნენ, იმის ძალით რომ ისინი სწორს აკეთებდნენ, იმის ძალით რომ ისინი ჭეშმარიტებას აკეთებდნენ და ცდილობდნენ ყველაფერი ეს გაეკეთებინათ თავიანთი ღმერთის წინაშე. როცა შეცდომები მოსდიოდათ, იმ შეცდომებსაც ანახებდა ღმერთი, სასჯელიც მოდიოდა, მაგრამ ესეც იმიტომ ხდებოდა, რომ ისინი კვლავ და კვლავ უფრო გამტკიცებული იყვნენ, უფრო გაძლიერებული იყვნენ, უფრო წამოწეული იყვნენ ღმერთის წინაშე, კიდევ უფრო სიკეთე მეტი ეკეთებინათ, კიდევ უფრო სისწორე ეკეთებინათ, კიდევ უფრო ჭეშმარიტებაში ეკეთებინათ. დიდება უფალი იესო ქრისტეს ამისთვის. მე ხიზკიას საქმეებზე ვლაპარაკობ, მაგრამ მე კოლექტიურად ეკლესიას ველაპარაკები. მე კოლექტიურად ეკლესიას ველაპარაკები. ძალიან დიდი წრფელი, ძალიან დიდი რწმენით და ძალიან დიდი დაჯერებით, რომ მას კარგი ზრახვები აქვს თავისი ერის მიმართ. მას კარგი ზრახვები აქვს თავისი შვილების მიმართ და ეს ზრახვები არის მშვიდობიანი და მადლობა ღმერთს რომ დღეს მშვიდობა არის. მადლობა ღმერთს რომ დღეს მშვიდობა არის სხვა წლებისგან განსხვავებით. მადლობა ღმერთს რომ დღეს მშვიდობა არის. ჰალელუია, დიდება იესოს. და რადგან მშვიდობა არის, მშვიდობასთან დაკავშირებით წერია რომ მას აქვს მომავალი და მას აქვს იმედი. ჰალელუია, დიდება იესოს ამისთვის. მე არ მომწონს, როდესაც ადამიანები ხაზს გადაუსვავენ ხოლმე სხვის რაიმე კარგ დამსახურებას. ადამიანს აქვს ამის თანამიდრეკილება, რომ თავისი დაინახოს და სხვისი ვერ დაინახოს. მაგრამ ეკლესია სწორი და მართებული უნდა იყოს იმაშიც, რასაც სხვა აკეთებს. და იმედის თვალით უნდა უყურებდეს იმას, რაც მომავალში გაკეთდება. რატომ? რეალურად ამას ადამიანები არ აკეთებენ. როგორც უკვე წავიკითხე, ხიზკიაჰუ და ის მღვდლები და ის ხალხი გამოიყენა ღმერთმა თავისი დიდებული საქმე რო გაეკეთებინა, მაგრამ ეს წიგნი გარკვევით გასაგებად ლაპარაკობს. ეს ღმერთის მომზადებული იყო თავისი ერისთვის. რატომ იყო ღმერთის მომზადებული თავისი ერისთვის? იმიტომ რომ ის კარგს იზრახვიდა თავისი ერისთვის. ამ კარგ ზრახვას, რა თქმა უნდა, სჭირდება ადამიანები, რომელიც მის გულს უსმენენ, მას ეთანამშრომლებიან, მის საქმეს აკეთებენ, მაგრამ აბა ნახე, განა ცოტანი ვართ, განა ცოტანი არიან ამ ქალაქში, განა ცოტანი არიან სხვა ქალაქებში, მთლიანობაში, განა ცოტანი არიან არა მარტო ჩვენს მიმდინარეობაში, სხვა მიმდინარეობაში ადამიანები, რომლებიც ღმერთის დიდებას ელოდებიან, ადამიანები, რომლებსაც სწამთ იესო ქრისტეს ჯვარცმისა, განა ცოტანი არიან, ვინც მისი დაბრუნების მოლოდინში არიან, განა ცოტანი ვართ, 5 თუ 10 ადამიანი იყო საკმარის იმისათვის, რომ გომორი და სოდომი არ გაენადგურებინა ღმერთს და არ იყო, მაგრამ განა 5-ზე და 10-ზე მეტნი არა ვართ, საკმარისად მეტნი ვართ იმისათვის, რომ ვადიდოთ უფალი, რომ მადლობდეთ ღმერთს, გჯეროდეს მისი, ველოდებოდეთ მის დიდებას, საკმარისად მეტი ვართ იმისათვის, რომ ჩვენი სისწორე, ჩვენი სიკეთე, ჩვენი სიმართლე, ჩვენი პატიოსნება დაინახოს ღმერთმა და შესაბამისად მიუძღვნას ამ ქალაქს, ამ მერს, ამ ქვეყანას, იმიტომ რომ მისი ზრახვები კეთილი არის და შესაბამისად ის ამზადებს დიად ხსნას, დიად გადარჩენას, რაც მას გამზადებული აქვს ამ ქალაქში, ამ მერში და ამ ქვეყანაში. ამას არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება, როგორ იქნება, რა
სხვანაირად იქნება. ზოგი ასე ფიქრობს, ზოგი ისე ფიქრობს. ეს თავრობა უფრო უკეთესი იქნება თუ არა ის არ არის დამოკიდებული ადამიანებზე. ეს არის ღმერთის საქმე, მისი გულმოწყალება, მისი სიყვარული. მას ყავს თავისი ერი, მას ყავს თავისი ხალხი. გაგანია კომუნისტური რეჟიმის დროსაც კი ეკლესია იზრდებოდა, ეკლესია მრავლდებოდა და ჩვენ ვიცით რომ ეს დრო არასდროს აღარ დაბრუნდება. მით უმეტეს ღმერთს თავისი ზრახვები და გეგმები აქვს თავის ერზე. ჩვენ უნდა წამოვიწიოთ ღმერთის ნებაში, ღმერთის სიტყვაში, ღმერთის საქმეებში. ჩვენ ცხელი გულით უნდა ვემსახუროთ უფალს, უნდა ვადიდოთ ის და ჩვენ ყველანი ვიხილავთ ღმერთს რა გაუმზადებია თავისი ერისთვის. ის დიადი ხსნა და ის დიადი გადარჩენა. დიდება უფალი იესო ქრისტეს. კარგით, მე აქ მინდა დავასრულო ეს ჩემი საუბარი, როგორც გითხარით, ეს ჩემი ბოლო დროინდელი ფიქრებია, ლოცვებია. სიტყვაში ჩახედვა არის, რაც მქონდა ბოლო დღეებში და დღეს მომეცა საშუალება რომ ეს თქვენთვის გამეზიარებინა და ერთ-ერთი მარხვების დროს წინა დღეებში ღმერთმა ერთი თავი დამანახა და მომცა ბიბლიიდან და მინდა რომ თქვენ მოგცემთ. ეს არის ესაიას 35 თავი. შეგიძლია წაიგითხოთ სახში ასევე აი ამ ნეშტას წიგნების გარდა ესაიას 35 თავი და აქაც იმ დიდებულ ღმერთის დიად საქმეებზე არის ლაბარაკი. უდაბნოში, ტრამალში ღმერთს რა გამოყავს და სიცოცხლე როგორ მოაქვს და თავისი დიადი ხსნა. ესაიას 35 თავი. შეგიძლიათ სახში წაიგითხოთ. დიდება ჩვენს უფალი იესო ქრისტეს. როგორც ჩვენ თქვით, ჩვენ დღეს გვაქვს ზიარება არის ეკლესიისთვის, ყველასთვის, ვინც ეკლესიასთან არის აღთქმაში შესული წყლით ნათლობით. ამ ხალხისთვის არის, ვისაც ჯერ ეს არ გაუკეთებია, ახალმოსულები არიან. მათთვის არის მოწოდება, რომ ირწმუნონ, გადარჩნენ, ეკლესიაში იარონ, ჩაღრმავდნენ ღმერთში, მიიღონ წოდების პატიება, მოინათლონ და ისინი შეუერთდებიან ეკლესიას, რა თქმა უნდა, მაგრამ ზიარებაში მონაწილეობას ღებულობს ის ხალხი, ვინც ეკლესია ღმერთთან აღთქმაში არის წყლის ნათლობის მეშვეობით. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ამიტომ მოდი მე ახლა გადავინაცვლებ აგერ მაგიდასთან, სადაც ზიარების პური და სადაც ზიარების ღვინო არის გამზადებული და უფალმა გვაგურთხოს და დღევანდელი სიტყვის თანახმად მისი ზრახვებიდან და მისი კარგი სრულებიდან გამომდინარე წარგმართოს ყველა ჩვენთაგანი იმ დიადი მომავლისკენ, იმედიანი მომავლისკენ, რომელიც ღმერთს გამზადებული აქვს ამ ერში და გამზადებული აქვს უღანად და ჩვენც ყველანი შესაბამისად, როგორც ხიზკიაზე წერია, ვიქცევოდეთ, ვაკეთებდეთ კეთილს, ვიქცევოდეთ სწორად და ჭეშმარიტებაში ვცხოვრობდეთ მისი სახის წინაშე. ჰალელუია, დიდება იესოს.